რიგში რაზეც მინდა ვისაუბროთ, ეს არის მეოთხე და მეხუთე განზომილებები, რომლებიც შემოდიან ჩვენ სამყაროში. პირველ რიგში ისინი შემოდიან ცნობიერებაში. ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ ისინი სიმყარეში შემოვლენ, მაგრამ ჯერ შემოდიან ცნობიერებაში. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ახალ ეპოქაში შესასვლელად. მეოთხე მეხუთე განზომილებებში გადასასვლელად. პირველ რიგში ცნობიერებით უნდა გავაკეთოთ. უკვე ამის დრო მოვიდა. ხედავთ ალბათ თქვენს ცვლილებებს. სოფლიოშიც, ჩვენ ქვეყანაშიც, ყოველდღიურობაში, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადადაც, როგორი ცვლილებები ხდება. პირველ რიგში სულიერ დონეზე და ფიზიკურადაც. ამისათვის დავიმაღლოთ ცნობიერება. გავხდეთ უფრო გააზრებულები, ცნობიერები, რომ ავიმაღლოთ სულიერება. ამ ახალ ეპოქაში, მეოთხე განზომილებაში, გადავალთ მარტო ისინი, ვინც ვიქნებით გაცნობიერებულები. სულიერი ცნობიერება უნდა გქონდეს ამაღლებული. და არა მარტო მატერიალური, პრაგმატული აზროვნება. მარტო ლოგიკაზე არ უნდა იყოს დაყრდნობილი. რომ ეს სულიერი ეპოქა მოდის. სულიერების განზომილება. აუცილებლად ცნობიერება ჩვენი უნდა ავამაღლოთ. ეს როგორ ხდება? ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ირგვლივ არ უნდა შევაფასოთ მარტო ერთი შეხედვით, ზედაპირულად. უნდა ყველაფერი სიღრმისეულად გავაანალიზოთ. არა მარტო ინტელექტით და ლოგიკით დაზებირებულად, არამედ შინაარსით. თუ რატო ხდება, როგორ ხდება, ყველაფერი გულის ყურით უნდა გავიგოთ. ამიტომ არის გამოთქმა ღმერთო მომეც გული გონიერი. გონიერი გული არის ცნობიერების ამაღლების პირველი საფეხური. უნდა ვიყოთ ცნობიერები. უნდა შეგვეძლოს სიყვარული. უნდა ვიყოთ რწმენით და იმედით. უნდა ვიყოთ თანამგრძნობი ერთმანეთისადმი. და ვიყვარდეს ერთმანეთი. უნდა ვიყოთ მიმტევებელი, მადლიერი, რაც შეიძლება თავდაბარი. ეს სულიერი თვისებები არის ქრისტეს ცხრავნებიდან. რამოდენიმე უნება ჩამოგითვალეთ, რაც აუცილებელია რომ გამოვიმუშაოთ. ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ შინაგან სამყაროზე. რომ ჩვენი შინაგანი ტაძარი ავაგოთ. მორალური ტაძარი. რომ ამით ამაღლდეს ჩვენი ცნობიერება. ცნობიერების ამაღლება იწვევს სულიერების ამაღლებას. სულიერების ამაღლება იწვევს ვიბრაციების ამაღლებას. ვიბრაციები სულის ენერგია არის. ეს დაგვეხმარება ახალ ეპოქაში შესასვლელად, რომელიც ძალიან მალე მოვა უკვე. ცნობიერებაში პრაქტიკულად შემოსული არის მეოთხე განზომილება. სიმყარეშიც, ანუ მატერიაში შემოვა ძალიან მალე. შეიძლება რამოდენიმე თვეში, შეიძლება რამოდენიმე წელიწადში, მაგრამ ეს ძალიან მალე იქნება. ამიტომ ჩვენ ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. ვინ გადავა ამ ახალ ეპოქაში, მეოთხე განზომილებაში? ის, ვინც იქნება სულიერი ადამიანი, ვისაც არ იქნება აგრესია, ვისაც არ იქნება ბოღმა, ვინც არ იქნება შურიანი, ვინც არ იქნება გაბოროტებული. ეს ყველაფერი დაბალი ცნობიერების და დაბალი ვიბრაციების გამოვლინება არის. ასეთი ადამიანები უპავენ ამ ჩვენ მესამე განზომილების სამყაროსაც და ხა მეოთხე განზომილებაში იქ ვერ დაუშვებენ რომ ისინი გადავიდნენ. ამიტომ მეგობრებო, ყველას აქვს შანსი. ისეთ ადამიანებსაც კი, ვინც ჯერ კიდევ არის ბოღმიანი, შურიანი, აგრესიული, იმათაც კი აქვს შანსი იმუშაონ თავის თავზე, თავის შინაგან სამყაროზე. და გამოასწორონ ეს ყველაფერი, გახდნენ უფრო სულიერები, დაძლიონ ეს ბოღმა, ეს შური, ეს აგრესია. მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, წლების განმავლობაში ვიყავი ძალიან აგრესიული, ძალიან ბოღმიანი. შიგნიდან მჭამდა ეს ყველაფერი. სულ რამოდენიმე თვეა პრაქტიკულად რაც გავთავისუფლდი ამ ყველაფრისგან, ამიტომ დავიწყეთ ჩემ თავზე მუშაობა, ჩემ შინაგან სამყაროზე.
ამისათვის რომ დაუძლიოთ ეს ცუდი უნარები, ცუდი თვისებები, ამისათვის უნდა პირველ რიგში შევიყვაროთ ჩვენი თავი, საკუთარი მე. შემდგომ უნდა შევიყვაროთ ღმერთი. და შემდგომ უკვე სხვა ყველა, ცოცხალი არსება. მთელი კაცობრიობა. როცა ამ სიყვარულს შიგნით გამოიმუშავებ, უკვე აგრესიასაც იულად დაძლევ, ოღმიანობასაც, შურიანობასაც, ეგოიზმსაც და ქედმაღლობასაც, რაც ძალიან მრავალია ჩვენ ქვეყანაში და არა მარტო. ეს თვისებები გვიშლის ხელს სრულყოფილებაში, სულიერ ტრანსფორმაციაში, ცნობიერების ამაღლებაში. რომ ჩვენ არ დავიბადეთ მარტო იმიტომ, რომ ვჭამოთ, ვსვათ და ვიძინოთ. ჩვენ იმისთვის დავიბადეთ, იმისთვის შეიქმნა ადამიანი, რომ ის სრულყოფილი გახდეს, ესწრაფოს სრულყოფილებას. პირველ რიგში სულიერ განვითარებას და სრულყოფილებას. და არა მარტო ფიზიკურად ვარჯიშს და კუნთების დაყენებას. ან ლამაზი მანქანებით სიარულს. თავარი ჩვენი დანიშნულება ჩვენი ისთვისაც შეგვქნა ჩვენ შემოქმედმა. ის არის რომ სულიერად განვითარდეთ. ამისათვის სულიერი თვისებები უნდა გამოვიმუშაოთ. პირველ რიგში ეს სიყვარული არის. თუ სიყვარულის განცდა არ გაქვს შიგნით, ვერც სხვას შეიყვარებ, ვერც სხვა შეგიყვარებს. პირველ რიგში სიყვარული უნდა გავაცნობიეროთ რა არის. სიყვარული ეს არ არის ემოცია, სიყვარული ეს არის გრძნობა. რა განსხვავება ხა გრძნობასა და ემოციას შორის? ემოცია ეს არის ერთჯერადი მოთხოვნილება. მაგალითად, როცა გშიათ, შეჭამთ და აღარ გშიათ. ეს ემოცია. სიყვარული ემოციით ვერ გააცნობიერებთ. სიყვარულს მხოლოდ გრძნობით შეიძლება ის გააცნობიერო. ის მარადიული არის. არ შეიძლება საჭმელივით შეჭამო და აღარ გიყვარდეს. თუ გიყვარს ადამიანი, რაც არ უნდა გაწყენინოს, გატკინოს, სულ წლები ვერ ნახო, ის მაინც გიყვარს. შეიძლება არ უთხრა ეს, მაგრამ შიგნით ის მაინც გიყვარს. ეს არის ნამდვილი სიყვარული, ეს არის გრძნობა, რაც განსხვავდება ემოციისგან. იმიტომ ის არის ხანგრძლივი ულევი, როგორც ალფა და ომეგა, საწყისი და დასასრული. განსხვავებით ემოციისგან, რომელიც ერთჯერადი ფიზიკური მოთხოვნილება არის. გრძნობა ეს არ არის ფიზიკური მოთხოვნილება, როგორც ემოცია. გრძნობა ეს სულიდან მოდის, ეს სულიერი პროცესი არის. ამიტომ პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ რა არის სიყვარული. შევიყვაროთ ჩვენი თავი, შევიყვაროთ უფალი და შევიყვაროთ ყველა ცოცხალი ადამიანი და არსება კაცობრიობაში. შემდეგ უკვე მოდის სიყვარულის მიერ რწმენა. რწმენა იმისი, რომ ღმერთმა შექმნა ჩვენ ყველა და რომ არ ვართ მაიმუნებისგან. და მე მგონი ეს ლოგიკურადაც ჩანს, რომ არ ვართ მაიმუნებისგან და ღმერთისგან ვართ. მაიმუნებისგან რო ვიყოთ, მაიმუნების შთამომავლები ვერ შექმნიდნენ იმ ცივილიზაციას, რაც ჩვენ შევქმნით. მაიმუნის გაშექმნილი ვერ დაწერდა ვეფხვის ტყაოსანს. მაიმუნის შთამომავალი ვერ იქნებოდა ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა. ღმერთისგან ვართ, ამიტომ რწმენა, სიყვარულის შემდეგ რწმენაა საჭირო ღმერთისადმი და სულიერი სამყაროსადმი. რომ ის არსებობს, არათუ არსებობს, არამედ ჯერ ის არსებობს და მერე შეიქმნა მატერიალური სამყარო. საიდანაც მოვედით ჩვენ ყველა, ჩვენი სულები, ანუ ჩვენი უმაღლესი მე, რომელიც ეხლაც სულიერ სამეფოში არის, სულიერ სამყაროში. ჩვენი უმაღლესი მეს გარკვეული ნაწილი ვართ, რომელიც ამ სხეულებში არის ჩასმული დროებით ფიზიკურ გარდაცვალებამდე და ამ ფიზიკურ გარდაცვალებამდე უნდა მოხდეს ამ სულის სრულყოფილება. რომ გარდაცვალების შემდეგ, რომ წავალთ სულიერ სამეფოში, იქ ვიყოთ მაღლა, ახლოს ღმერთთან, ჩვენ წინაპრებთან და წმინდანებთან. და არ მოხვდეთ ქვევით, დაბალ სივრცეებში, რასაც ეძახიან ჯოჯოხეთს, საწმენდელს და დაბალ ვიბრაციულ სამყაროებში. ამრამედ მოხვდეთ მაღალ ვიბრაციულ სამყაროში. ამისთვის საჭირო არის სიყვარული, რწმენა, შემდეგ უკვე მოდის იმედი.
იმედი იმის, რომ რაც არ უნდა გაგიჭირდეს ამ ჩვენ მიწერ ცხოვრებაში, რაც არ უნდა პრობლემები გაჩნდეს. უნდა ყოველთვის იმედიანად იყო, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ეს ყველაფერი მოგვარდება. არ უნდა მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა მატერიას. არ უნდა ვიცხოვროთ მატერიისთვის. როგორც ნათქვამი არის, რომ არ უნდა ვჭამოთ იმისთვის, რომ არ უნდა ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ვჭამოთ. არამედ უნდა ვჭამოთ, რომ ვიცხოვროთ, რომ ვიცხოვროთ. მთავარი მიზანი ჩვენი ცხოვრების არ უნდა იყოს მატერია. რაც შევა მეტი ვიშოვოთ, ვჭამოთ და ასე შემდეგ. მთავარი არის სულიერი სრულყოფილება. რაც წავიღებ ჩვენი გარდაცვალების შემდეგ იქ სულიერ სამეფოში. იქ ვერ წავიღოთ ოქროს და ფულს. იქ მიგვაქვს სულიერი უნარები და თვისებები, რომლებსაც გამოვიმუშავებთ აქ. მატერიალურ სამყაროში ცხოვრების დროს. ეს უნარებია პირველ რიგში, როგორც ითხოვთ, სიყვარული, უნარი, რწმენა, იმედი. შემდეგ მოდის უკვე სულიერი შინაგანი სიმშვიდე, არის აუცილებელი. სიკეთე. არა ისეთი სიკეთე, სხვის დასანახად რო აკეთებენ. შეიძლება ვერ დაეხმარო, მაგრამ შიგნით უნდა გაგიჩნდეს განცდა, რომ გინდოდეს რომ დაეხმარო. მოთხოვნილება მომხდეს სიკეთის კეთების. პირველ რიგში შინაგან სამყაროში, ცნობიერებაში. შემდეგ უკვე მოქმედებითაც, ფიზიკურად. ეს სულიერი თვისებები არის აუცილებელი, რომ ჩვენ გადავიდეთ ახალ ეპოქაში, მეოთხე განზომილებაში, სულიერების ერაში. და მსოფლიოში იყო, რაც კაცობრიობა არსებობს, 4 ერა. პირველი ერა ეს იყო კულტების ერა, წარმართების ერა. სადაც ეთაყვანებოდნენ სხვადასხვა ღვთაებებს. ვალს, არიმანს, იშტარს და ასე შემდეგ. მეორე ეპოქა ეს იყო უკვე ორდენების და ორგანიზაციების ეპოქა. როგორც იყვნენ სხვადასხვა ორდენები და საიდუმლო საზოგადოებები. იყო ესეთი ასასინები, იგივე ჰაშიშინები, იყვნენ მასონები, ტამპლერები, ილუმინატები და ასე შემდეგ. მესამე ეპოქა ის იყო რელიგიების ეპოქა. ყველა რელიგიაში არის რაღაც ჭეშმარიტი. მე პირადად მართლმადიდებელი ვარ და ჩემთვის ყველაზე ჭეშმარიტი რელიგია მართლმადიდებლობა. მაგრამ ისიც რელიგია, ისიც ჩარჩოებში ის. რელიგიების ეპოქა დამთავრდა. იწყება მეოთხე ეპოქა. ეს არის სულიერების ეპოქა. განსხვავებით სხვა წინათ ჩამოთვლილი ეპოქებისგან, ეს არ არის სუბიექტური, რომ იყოს ან იმ ერის, ან ამ რასის, ან იმ რწმენის, ეს ყველასთვის არის. ამავე დროს ყველასთვის არის, მაგრამ ამავე დროს ინდივიდუალურია ყველასათვის. რომ გამონათქვამი რო არის, ღმერთი ერთია, მაგრამ მის მრავალფეროვნებაში. სულიერების ეპოქა ეს არის ყველასთვის ერთი საწყისი, მაგრამ თან ამავე დროს ყველასთვის ინდივიდუალური არის, მის მესთან, მის პიროვნებასთან შესაბამისად. მაგრამ თან აერთიანებს მას. არ ყოფს, არამედ აერთიანებს. და ჩვენ ვიცით, რომ ყოფს ეშმაკი, აერთიანებს ღმერთი. სულიერების ეპოქა ზუსტად რო აერთიანებს ყველას, მთელ კაცობრიობას, ადამიანებს. აი ეს ეპოქა მოდის უკვე ყოველ დღე შემოდის და შემოდის. თუ გვინდა რომ გადავრჩეთ ფიზიკურადაც და პირველ რიგში სულიერად. ამისათვის უნდა განვითარდეთ სულიერად. დავიმაღლოთ ცნობიერება, უნდა გავხდეთ უფრო გააზრებულები და არა ზედაპირულები. ადამიანი ძირითადად არის სამი ტიპის. ეს არის ემოციური ადამიანი, ეს არის ლოგიკური ადამიანი და ეს არის სულიერი ადამიანი. ჩვენ უნდა გავხდეთ რაც შეიძლება მეტად სულიერი ადამიანი. სულიერად უნდა ვიფიქროთ. სულიერად უნდა შევაფასოთ. ამით იზრდება ცნობიერება. ყოველ ჩვენ ფიქრში, მოქმედებაში უნდა იყოს ჩადებული სიყვარული, ყველაფერი სიყვარულით უნდა ვაკეთოთ. რწმენით და იმედით.
არა ისე როგორც საერთოდ არის ხოლმე მიწიერ ცხოვრებაში გვავიწყდება ეს ყველაფერი იმდენი პრობლემებია ყოველდღიურად რომ მიწიერდებით და მატერიალურად ვიწყებთ ფიქს მატერიალურად ვაკეთებთ ყველაფერს და გვავიწყდება ის მთავარი რისთვისაც აქ ვართ და აქტორებით ვართ არადიული ცხოვრება იქ არის სულიერ სამყაროში იქ თუ გვინდა მოხვედრა და უკეთესი ცხოვრება ამისათვის სულიერად უნდა განვითარდეთ მიუხედავად იმ ყველა მიწიერი პრობლემისა რომელიც დღესდღეობით არის არ უნდა დავიდარგოთ ამ მიწიერ პრობლემებში ზოგს ძალიან ბევრი აქვს პრობლემები მაგრამ მიუხედავად მაგისა მაინც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ სულიერებაზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ მიწიერი ეს დროებითი ყოფა ვიცოდეთ რომ ყველაფერი ეს პრობლემები დროებითია ყველაფერი მოგვარდება პირველ რიგში მთავარი რწმენა გქონდეს საკუთარ თავში იყო იმედიანად სიყვარულის განცდა გქონდეს შეგეძლოს სიყვარული რომ გაახებ თვალებს და გაიღვიძებ უკვე სიყვარულით უნდა გაიღვიძო რომ დახუჭებ თვალებს და დაიძინებ სიყვარულით უნდა დაიძინო სულ სიყვარულში უნდა იყო შეგეს გარეთ არ ანახო სხვას არა უცებ ყველას ანახო და შიგნით უნდა იყო ესე შინაგან სამყაროში სიყვარულით უნდა იყო სავსე როცა სიყვარულით ხარ სავსე ამით ახლოს ხარ ღმერთთან სულიერ სამყაროსთან ამით ვიბრაციებიც მაღლდება და მაღლდება რაც დაგვეხმარება გადარჩენაში და ახალ ეპოქაში შესასვლელად რომელსაც მეოთხე და მეხუთე განზომილებებს ეძახიან ეს ყველა უნარები უნდა გამოვიმუშაოთ ეს სულიერი უნარები ამ უნარების გამომუშავებაში ყველაზე ძალიან ხელს გვიშლის შიში და შიშები რაც დღეს ძალიან გავრცელებულია განსაკუთრებით ჩვენთან ადამიანის შიში იმყოფება ვაი ხელფასუდის აღებ ვაი რა ვიყიდო რა ვჭამო შუქის გადასახადი მოვიდა ამაჯარიმეს ისა ესა ყოველდღიურ სტრესში და შიში იმყოფება ადამიანი მიუხედავად ამისა მაინც უნდა დავძლიოთ ეს შიში რომ შიში ეს აპრობლემს ყველაზე ძალიან სულიერ ამაღლებას ეს აქვეითებს სიყვარულს წმენას იმედს და ქმნის უფრო მიწიერს ანუ გვაახლოვებს უფრო ეშმაკთან და გვაშორებს ღმერთს ამიტომ მეგობრებო უნდა დავძლიოთ შიში და შიშები არაფრის არ უნდა გვეშინოდეს რაც არ უნდა მოხდეს არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს იმიტომ რომ თუ წამს ღმერთის რაც არ უნდა მოხდეს მაინც გადარჩები აქ თუ არა იქ სულიერ სამყაროში ამიტომ პირველ რიგში შიშები გვაქვს დასაძლევი გარდა შიშისა ბողომის შურის აგრესიის ქედმაღლობის ეგოიზმის ამპარტავნების აი ეს გრძნობები უნდა დავძლიოთ ყველამ ჩვენ თავში ჩვენ შიგნით ეს ყველა ადამიანის მტერი არის როგორც ინდივიდუალურად ადამიანის ასევე ზოგადადაც შეხედეთ ქვეყნებს სახელმწიფოებს სხვადასხვა ქვეყნების ჩვენი თუნდაც ყველგან იგრძნობა ეს ჯინიაობა ეს ბողმა ეს პრობა ერთმანეთის ეს აგრესია ეს ქედმაღლობა ეს ვერცხლზე გაყიდულობა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ანადგურებს ერს ქვეყანას სახელმწიფოს მთელ კაცობრიობას ეს მარტო ერთი ადამიანის სამუშაო კი არა ეს მთელი მსოფლიოს სამუშაოა ჩვენ გვყავს ჩვენი თავი ამიტომ ყველამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ თავზე ჩვენ შინაგან სამყაროზე დავძლიოთ ეს ყველა ცუდი ეშმაკისეული თვისება რაც ასევე მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი რომელიც იბადებოდა და დაიბადება მოდის მისით არავინ ტყუილი არ იბადება ყველა ადამიანს აქვს სული ყველა ადამიანს აქვს მისია სულიერი მისია
ყველა ადამიანები ის დავიბადეთ, მოვედით მისიით. უნდა გავაცნობიეროთ რა არის ჩვენი მისია. მე ჩემი თავისთვის უნდა გავაცნობიერო და გავაცნობიერე. თქვენ ყველამ თქვენი თავისთვის უნდა გააცნობიეროთ რა არის თქვენი მისია, ისთვის დაიბადეთ. ეს მისიები არის ძირითადად სამნაირი კლასიფიკაციის. პირველი ეს არის საგვარეულო საოჯახო მისია. თუ ისთვის დაიბადა ის ადამიანი, როგორ ოჯახში დაიბადა, როგორ საგვარეულოში, რა აქვს მას გამოსასწორებელი, ეს ინდივიდუალური ამაზე ძირითადად მუშაობენ ნუმეროლოგები, ასტროლოგები და სხვადასხვა სპეციალისტები. კონკრეტულად ამაზე მე არ ვამახვილებ დიდ ყურადღებას. ასევე არის მეორე მისია, ესა საზოგადოებრივი მისია. ანუ რა საზოგადოებრივი როლი უნდა შეიტანო შენი ცხოვრების განმავლობაში ქვეყანაში, იმ ქალაქში, იმ სახელმწიფოში, რომელშიც დაიბადე. თუ რას უნდა ემსახურო, სად უნდა იმუშაო, რა პროფესიის უნდა იყო. საზოგადოებრივი მისია, ფიზიკურად როგორ განვითარდა, კარიერულად. ამაშიც გვეხმარება ნუმეროლოგია, ასტროლოგია, სხვადასხვა ეზოთერიული მეცნიერებები. მე ამაზეც ნაკლებ ყურადღებას ვამახვილებ. ყველაზე მთავარ ყურადღებას ვამახვილებ მესამე. რაც არის მესამე მისია, ეს არის ეს ყველასთვის ერთი არის. ანუ პირადი მისია და საგვარეულო მისია ინდივიდუალურია, მაგრამ ეს მესამე მისია არის ყველასათვის. და ყველაზე მთავარი მისია ეს არის სულიერი მისია. არა საგვარეულო და საზოგადოებრივი მისიები. პირველი და მეორე, არამედ სულიერი მისია. ამ მთავარი დანიშნულება ადამიანის. თუ რისთვის დაიბადა. და ეს სულიერი მისია არის ყველასთვის საერთო წესები არის. ეს არის რომ უნდა გამოვიმუშაოთ სულიერი თვისებები, უნარები. ეს ყველაფერი უნდა გაგვიჯდეს ხასიათში. ეს ყველაფერი უნდა გავაცნობიეროთ. ამით მაღლდება ცნობიერება. უნდა ვიყოთ უფრო მგრძნობიარეები. ეს ყველაფერი რო ვქნათ, ამისათვის არის საჭირო აუცილებლად ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების ამაღლება ეს არ ხდება მარტო წიგნების კითხვით. ეს ხდება არა ინტელექტით. თუ შეიძლება ინტელექტი გქონდეს, 10,000 წიგნი გქონდეს საკითხული, მაგრამ გეგონოს რომ მაიმუნის გახარ წარმოშობილი. ანუ ტყუილა წაიკითხე ის 10,000 წიგნი. ანუ ინტელექტით არ ხდება ცნობიერების ამაღლება, ეს ხდება გულის ყურით. გონიერი გულით. გონება ეს არის სულიერი ფიქრი, სულიერი ცნობიერება. ეს სულიერი უნდა გახდეთ. სხვისი ტკივილი, თქვენი ტკივილი უნდა იყოს. უნდა იყოს თანამგრძნობიარე. უნდა იყოს რაც შეიძლება მადლიერი. მიუხედავად ყველაფრისა, შეიძლება ძალიან გიჭირთ, მაგრამ ცოტათიც მადლიერი უნდა იყოთ, ცოტათიც რაც გაქვთ. თავდავლობა, პატიება, მიმტევებლობა, სულიერი სიმშვიდე, სიმამაცე, სიკეთე, სიყვარული, რწმენა. აი ამ ყველაფრით უნდა იყო აღჭურვილი ადამიანი. ყოველდღიურად საკუთარ თავზე უნდა იმუშაო. რომ ეს თვისებები გამოიმუშაო, ამ თვისებებით დაიწყო ფიქრი, მოქმედება, ამ განწყობით უნდა იყო. ასე ხდება ცნობიერების ამაღლება. ეს დაგვეხმარება გადავიდეთ ახალ ეპოქაში, რომელიც ძალიან მალე შემოდის. ეს უკვე ხილული ხდება ფიზიკურადაც. ანუ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ შინაგან სამყაროზე, იმიტომ ჩვენ ძირითადად მუშაობთ სამსახურებში. ძირითადად 100% მიწიერებაში ვართ ჩაფლულები და გვავიწყდება ჩვენი თავი. უნდა ვიმუშაოთ ჩვენ საკუთარ თავზე, ჩვენ შინაგან სამყაროზე, ჩვენ შიშების დაძლევაზე, ის აგრესია, რომელიც ყველა ჩვენ ადამიანში არის. ზოგში მეტი, ზოგში ნაკლები, მაგრამ ყველაში არის აგრესია, ყველაში არის გარკვეულწილად ბოღმა, შური, ეს ქედმაღლობა. უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენ საკუთარ თავებში დავძლიოთ ეს. არ უყუროთ სხვას, რომ სხვაც ესეთია. იმიტომ რომ იმ ახალ ეპოქაში, რომელიც შემოდის, ახალ ცნობიერებაში, იქ არ არის ადგილი დაბალი ცნობიერების ადამიანების. ანუ ვინც აგრესიულია, ვინც ბოღმიანია.
მხოლოდ იმათი ადგილია, ვინც დაძლია ეს ცუდი თვისებები და ვინც აიმაღლა სულიერება, ამიტომ ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ ჩვენ თავზე. ჩვენ გვავიწყდება ხოლმე, რომ ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენ ზედმეტად გარეთ ვიყურებით, რა ხდება გარეთ, რა ხდება უნივერსიტეტში, რა ხდება სამსახურში, რა ხდება ქუჩაში. ჩვენი შინაგანი სამყარო გვავიწყდება, ჩვენ შიგნით უნდა ჩავიხროთ ყოველდღიურად. შიგნით რა გვიდევს, შიგნით რა მოგვაქვს, შიგნით რა ცვლილება ხდება, რა ტრანსფორმაცია არის საჭირო შინაგანი სამყაროსთვის, რომ უკეთესები გავხდეთ, რომ სულიერები გავხდეთ. რომ ახლა ღმერთის ხატი ვიყოთ, ისთვისაც შევიქმნით. ღმერთის ხატად რომ შევიქმნით ეს არ ნიშნავს ფიზიკურ ხატს. ღმერთის ხატად ნიშნავს შინაგან დაძარს. ანუ ის თვისებები არის ჩვენში, არს ჩვენში, რომელსაც ღმერთი ატარებს. ეს თვისებები ჩამოგითვალეთ მე. სიყვარული, წმენა, სულიერება, იმედი. უნდა ვიმუშაოთ ჩვენ შინაგან დაძარზე. რომ ეს თვისებები გამოვიმუშაოთ. დავუძლოთ ის სხვა ბოროტი თვისებები. რომ ვიყოთ ახლოს ღმერთთან. ეს შინაგანი ბრძოლა, შპაკსა და ღმერთს შორის გადის ჩვენ გულებში, ჩვენ შინაგან სამყაროში. დღესდღეობით სამწუხაროდ შპაკი უფრო იმარჯვებს, რომ მთელი კაცობრიობა ბოღმაში, შურში, აგრესიაში, ომში, ერთმანეთის ჭამაში და ვერცხლზე გაყიდულობაშია. ძალიან ცოტა სულიერი ადამიანი. მაქსიმუმ 10% მთელი კაცობრიობიდან. ისიც მეტნაკლებად. ამიტომ აუცილებლად იმუშავეთ თქვენ შინაგან სამყაროზე. გამოვიმუშავოთ ის თვისებები, ის სულიერი თვისებები, რაც დაგვეხმარება, რომ გადავრჩეთ. და ჩვენ ვერ გადავრჩებით ფულის შოუნით და კორპუსების აშენებით. ჩვენ შეიძლება გადავრჩეთ მხოლოდ სულიერად. იმიტომ გარდაცვალება ადრე თუ გვიაქვს, ეს ბუნებრივი, ეს ჩვენთან ყველასთან მოვა. ყველა გარდავიცვლებით, ყველა თავთავის დროს. იმ მეოთხე გაზომილებაშიც ვინც გადავალთ, იქ უკეთესი ცხოვრება იქნება, მაგრამ იქაც მოხდება შემდგომ გარდაცვალება. ადრე თუ გვიან. აი გარდაცვალების შემდეგ ყველანი მივდივართ სულიერ სამყაროში. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ იქ მარადიულ ცხოვრებაში რომ 60-ში მოვხდეთ ღმერთთან ახლოს, ვიყოთ აღარ ვიბრაციულ სულიერ სამეფოში, რომელშიც ძალიან ცოტა ხდება. უმეტესობა 90%-ზე მეტი გარდაცვალების შემდეგ დაბალ ვიბრაციებში მიდის, რასაც ჩვენ ჯოჯოხეთს ვეძახით. ამიტომ მეგობრებო, ბევრი რაღაც ერთად მინდა ვთქვა, მაგრამ პირველი ლაივი როა ცოტა უხელავდა, შეიძლება ალაგ-ალაგ ვლაპარაკო, მაგრამ შემდგომში უფრო დავუხვეწა ამას ყველაფერს. არის თავარი რაც მინდა რომ ვთქვა, არის ის რომ ყოველი დღე გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი იყოს. უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია. ადრე თუ გვია და 10 წლის მერე თუ 100 წლის მერე ყველანი გარდავიცვლებით. კი არ მოვკვდებით, გარდავიცვლებით. უნდა გვახსოვდეს არსებობს სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო, რასაც ჩვენ 60-ს ვეძახით. და აქ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თავარი მიზანი იქ მოხვედრა იყოს. მაღლა უფალთან და არა ქვევით ეშმაკთან. და სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა საერთოდ არ ცხოვრობს, არ ფიქრობს იმ სულიერ სამყაროზე. მათი მთავარი მიზანი მატერია და მიწიერება არის. და ცხოვრობენ მარტო ფულის შოვნისთვის, ჭამისთვის, სვისთვის და ძილისთვის. ასე ვერ გადავალთ. ასეთი ადამიანები ვერ გადავართ ახალ გაზომილებაში, რომელიც ძალიან მალე სიმყარეში შემოვა. ცნობიერებაში უკვე პრაქტიკულად შემოსული არის. ამიტომ ყოველ დღე იმუშავეთ თქვენ საკუთარ თავზე, თქვენ შინაგან სამყაროზე. რაც შეიძლება მეტად ამაღლდეს ცნობიერება, დაიწყეთ ქულით ფიქრი, სულიერი ფიქრი. არა ლოგიკური და ემოციური, რაც დაბალი ვიბრაციული არის, არამედ სულიერად იფიქრეთ, შინაარსიანად.
აიაზრეთ, რატო ხდება, როგორ ხდება, როგორ უნდა ყოფილიყო დღეს. ასე ვინც შეძლებს დაიმაღლებს თავის ცნობიერებას, ის შეაბიჯებს ახალ სამყაროში, ახალ ეპოქაში, სულიერების ეპოქაში, მეოთხე განზომილებაში, რომელიც შემოდის ყოველდღიურად. ზუსტად ვერ გეტყვით სამთვეში შემოვა თუ 2-3 წელიწადში, მაგრამ ძალიან ახლოს არის და შეიძლება რამოდენიმე თვეშიც კი რო ალბათ 1 წელიწადში ჩვენ უკვე სიმყარეში შეიძლება გადავიდეთ მეოთხე განზომილების არა მარტო ცნობიერებაში ჩვენ თავებში, არამედ უკვე ფიზიკურადაც გარემო შეიცვალოს, სამყარო შეიცვალოს. ჩვენ ახლა მესამე განზომილებაში ვართ სიმყარეში და გადავდივართ მეოთხე განზომილების სიმყარეში, სადაც მატერია შეიცვლება. ჩვენი სხეულებიც კი შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება კი არა შეიცვლება. და ყველა ვერ გადავა, ძალიან ცოტა გადავა. ამიტომ ამბობენ და ვამბობ, რომ რაც შეიძლება მეტად ავიმაღლოთ ცნობიერება. ვიმუშაოთ ჩვენ საკუთარ თავზე, ჩვენს საყვარელ ადამიანებზე, ჩვენს მეგობრებზე. ვეცადოთ, რომ ისინიც უფრო სულიერები გახდნენ, უფრო კეთილები, უფრო მოსიყვარულეები. ასე მოხდება ჩვენი გადარჩენა. ახლა პირველი ლაივი არის, დიდხანს აღარ მოგაცდით. უბრალოდ კითხვებზე მიდოდა მე პასუხა, მაგრამ პირველი ლაივი რო არის, რაც მე დავაყენე ისე როგორც უნდა დამეყენა მინდა და კითხვები არ ჩანს თქვენ. რომ მიყურებთ ჩანს აკაუნტები, მაგრამ კითხვები საერთოდ არ ჩანს, რომლებსაც მისმევთ. ამიტომ დღეს კითხვებზე შესაბამისად ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ უბრალოდ არ მიწევს კითხვებს. შეიძლება თქვენ წერთ, მაგრამ ჩემთან არ მოდის, მე ვერ ხედავ და ამიტომ შემდეგ კვირას ასევე ისევ 7 საათზე გავაკეთებ უკვე მეორე ლაივს, სადაც უკვე კონკრეტული თემები გვექნება. სხვადასხვა ეზოთერიული, ფილოსოფიური, სულიერი თემები, ცხოვრებისეული საკითხების განხილვა. რაც თავად თქვენ კითხვებს უპასუხებ, პასუხებს გავცნობ ყველა თქვენ კითხვას, რაც გექნებათ. ეს უკვე პირველი ლაივი იყო და უფრო ზოგადად შემოვიფარგლე. ამიტომ მეგობრებო, შემდეგ კვირამდე დაგემშვიდობებით. შემდეგ კვირას 7 საათზე ისევ გვექნება ლაივი. უკვე ისე დავაყენებ ჯგუფში ამ პროგრამას, რომ კითხვებიც წავიკითხო. თორე ხა ვერ ვკითხულობ, მაგრამ ძალიან მინდოდა თქვენი კითხვები მენახა. თქვენ კითხვებზე მეპასუხა, მაგრამ შემდეგ ლაივზე აუცილებლად პასუხებ თქვენ ყველა შეკითხვას. დიდი მადლობა, რომ მისმენდით. თუ არ დაგეზარებათ, დაალაიქეთ, მოიწონეთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გნახოს, უფრო განვითარდეთ. დიდი მადლობა ყველას უკლებრივ, ვინც გაწევრიანდით ჯგუფში, ვინც მისმენთ, ვისაც გინდათ, რომ უფრო განვითარდეთ, სულიერად აიმაღლოთ ცნობიერება. მე მინდა ამ ყველაფერში რაც ვიცი და ცოტა არ ვიცი, საკმაოდ ბევრი ვიცი, მინდა დაგეხმაროთ ყველას, ყველა მსურველ ადამიანს. ამაშია ჩემი მისია, რომ რაღაც შეგმატოთ, რაღაც ერთი აგურით მეტი დავდო, რაღაც მეტი გაიგოთ თქვენ ჩემგან, მე გავიგო თქვენგან, თქვენი კითხვებით, რომელიც უკვე შემდეგ ლაივში იქნება და გიპასუხებთ კითხვებზე. მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ განვითარდეთ. იმისთვის, რომ სულიერად განვითარდეთ, სრულყოფილები გავხდეთ, ამისათვის ვცდილობ ერთმანეთს ვასწავლოთ, mēs დავდგეთ გვერდში, ერთმანეთი გამოვწოვრთოთ. ამაშია ადამიანის მისია. ამის უხშირდება ერთმანეთი. ერთმანეთის გარეშე ვერ გავითარდებით. ადამიანის სოციალური არსება უჭირდება ერთმანეთი, რომ ერთმანეთის სულიერება ავამაღლოთ. დავდგეთ ერთმანეთის გვერდში. აი ეს ერთობა გადაგვარჩევს. ეს ერთობაა საჭირო. აძლევთ მეგობრებო, რომ მისმენდით, დაგემშვიდობებით თქვენი არჩილი შემდეგ ლაივამდე, შემდეგ კვირამდე. დროებით.